Გამიწერა უთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს ფორმულამ პიაკაუმას ავტორობით შიდა წერილი მოიპოვა, სადაც განმარტებულია გაუქმებული ვიზიტის გეგმები. კაუმა წერილში ოლიგარქის წარმომადგენელ კობახიძეს პრემიერ-მინისტრს უწოდებს და ცდილობს მიღწევად გაასახოს რეჟიმის პირობა რუსული კანონის კორექტირების შესახებ. ლუკა ხაჩიძე გაეცნო წერილს და მან შეფასებებიც მოისმინა. ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ლუკა, გისმენთ. გიორგი, ეს წერილი თარიღდება 6 იანვრით, ამ დროს პიაკაუმას უკვე აქვს გადაწყვეტილი მიღებული ვიზიტის გაუქმების შესახებ და წერილის ადრესატებს ამ პოზიციას აცნობს. რას ვიგებთ ამ შიდა წერილიდან, რაც აქამდე არ იყო საჯაროდ ნათქვამი, რატომ აპირებდა ის თბილისში ჩამოსვლას? მიტაცებული არჩევნების ევროინტეგრაციაზე უარის მოქალაქეებზე ძალადობის და მათი შეიძლება ითქვას სისტემური წამების შემდეგ ირკვევა, რომ პიაკაუმა თბილისში რეჟიმის ლიდერებთან მსჯელობას რუსულ კანონზე აპირებდა. თანაც არა გაუქმებაზე, რასაც ვენეციის კომისია თვეების წინ ითხოვდა, არამედ მის კორექტირებაზე და ამ წერილში ის ამას ერთგვარ მიღწევად წარმოაჩენს და ასაღებს. თუმცა რადგან დემონსტრანტების წამების სრულად არ შემჩნევა, არ გამოდიოდა, ის წერილში ამ საკითხსაც ეხება, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ხელშესახებს ვერც ამ შემთხვევაში გვთავაზობს და წერს, რომ მოძალადე პოლიციელთა დასჯის პირობა სწორედ მათ უკან მდგომი რეჟიმისგან მიიღო. ამ ყველაფერს კი ამძიმებს ის, რომ წერილში პიაკაუმა კობახიძის სტატუსს აზუსტებს და მას საქართველოს პრემიერს უწოდებს. როგორც ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა ოქტომბერში, საქართველოს ჯერ კიდევ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ეუთოს ვალდებულებებისა და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. გუშინ კონსტრუქციული დისკუსია მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მივესალმე საქართველოს ხელისუფლების სურვილს ჩაერთოს ოდირის რეკომენდაციების განხორციელებაში. იმედის მომცემი იყო ჩემთვის, რომ ხელისუფლებამ ბზაობა გამოხატა გადახედოს და ცვლილებები შეიტანოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში ინკლუზიური პროცესით საერთაშორისო გაერთიანებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ვალდებულებების აღებით ზედმიწევნით იქნას გამოძიებული პოლიციის არამართლზომიერი ქცევა აქციების დროს და შესაბამისი ქმედებებით იქ, სადაც საჭიროა. თუმცა ხელშესახები პროგრესი საჭიროებს ფართო დისკუსიას, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფორმულას მიერ მოპოვებული ამ შიდა წერილითაც დასტურდება, რომ ვიზიტის მიზნები იყო არაადეკვატური იმისა, რაც ქვეყანაში ხდება, რა გამოწვევების წინაშე დღეს საქართველოს დგას. ხელისუფლების ოპონენტები პიაკაუმას ახსენებენ, რომ ახლა კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ახალ არჩევნებში და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაში და შეიძლება ითქვას სინანულსაც გამოხატავენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვიზიტით აპირებდა დახმარებოდა ოცნებას ნარატივების გავრცელებაში, რომ თითქოს ახლა მთავარი პრობლემა არა რეჟიმში დამიტაცებულ არჩევნებში, არამედ მის მიერ მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონებშია. რაც არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი ამ პროგნოზი ვიზიტის გაუქმებით დადასტურდა, რომ დიახაც ეს იყო არარელევანტური რეალობასთან ასთენილი მოლოდინები და პროგნოზები. რაც შეეხება კანონებს, ყველა ეს უმსგავსო კანონი დაწყებული რუსული კანონიდან და დამთავრებული მოსდარვა კანონით, რომელსაც წერა-კითხვის უცოდინარი ყაველაშვილი 2 საათში გაეცნო და ხელი მოაწერა, ყველა ეს კანონი იქნება გაუქმებული ახალი დემოკრატიული მთავრობის და პარლამენტის არჩევის შემდეგ. ამიტომ ერთადერთი მოლოდინი, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვს და რაც ჩვენს ქვეყნის შეგრით გვაქვს, ეს არის ახალი არჩევნები, დიქტატურის მოშორება და ყველა პატიმრის გათავისუფლება. ქართული საზოგადოების ის დიდი ნაწილი, ვინც პროტესტში მონაწილეობს, ჩამოყალიბებულია, რომ ამ რეჟიმის დატოვების შემთხვევაში ჩვენ მუდმივი და უზარმაზარი საფრთხის წინაშე ვიქნებთ, რომელიც მხოლოდ გაიზრდება იმის და მიუხედავად ტაქტიკურად რა არაბიჯი გადადგავს რა მომენტში და ამიტომ არის, რომ განსხვავებით წინა პროტესტისგან კანონზე, როცა იყო არარუსულ კანონს, ეხა არის მოთხოვნა არჩევნების და სულ მალე ეს კიდევ უფრო მკაფიო გახდება, რომ მოწოდება გადადექიც გაისმა, ხო? ეხა ივანიშვილი გარიგულისხმება რეჟიმის გადადგომა იგულისხმება და ახალი არჩევნები და ამ რეჟიმის შეცვლა არჩევნების გზით. ივანიშვილი რა თქმა უნდა თავის ჩვეულ ამპლუაში შეიძლება ვიხილოთ და მან შეიძლება ივაჭროს გარკვეული საკითხებით, მაგრამ დღეს საქართველოში პრობლემას წარმოადგენს არა რომელიმე საკანონმდებლო ნორმა ან ინიციატივა, არამედ პრობლემას წარმოადგენს რეჟიმი, რომელიც არის ეროვნული ინტერესების მოღალატე. ამიტომ ერთადერთი გზა კრიზისის დაძლევის არის მხოლოდ ახალი არჩევნები, ამ სისტემის დემონტაჟი და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. სხვა ნებისმიერი თემით ვაჭრობა განწერული არის მარცხისთვის.
ქართულ ოცნებას ღიად მიყავს ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ, აკეთებს რუსულ საქმეს. აქედან გამომდინარე ის შეფასებები, რომლებიც კეთდება ქართული ოცნების მისამართით, მართებულია, რა თქმა უნდა, და ემსახურება იმას, რომ ქართული ოცნება მოეგოს გონს და შეცვალოს ის ვითარება, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, გამოაცხადოს ხელახალი არჩევნები და ასევე გაანთავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პატიმრები. ვიზიტის გაუქმების შემდეგ პიაკაუმამ პირველი და ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას. საყურადღებოა, რომ იქ ის რუსულ კანონს, ანუ იმას, რაზე შეთანხმებაც მთავარ მიღწევად უნდა წარმოეჩინა, საერთოდ არ ახსენებს. ის რომ ვიზიტი არ შედგა, ამით რეჟიმი ძალიან იმედგაცრუებულია და პრინციპში ამ წერილითაც ჩანს, რატომ პროპაგანდას ახალი საკვები გამოეცალა ხელიდან.